პირველი ივნისიდან ტარდებოდა მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 59 კვირეული და ჩვენ ეს კვირეული დავასრულეთ სოხუმის სამუსიკო სასწავლებელმა ჩვენი საკონცერტო გამოსვლით. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან წარმატებული საღამო, წარმატებული კონცერტი. როგორც ნახეთ, შესრულდა როგორც ქართველი, ისე საზღვარგარეთელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, გამოვიდნენ თითქმის ყველა განყოფილების მოსწავლეები. წელევანდელი მერი დავითაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდ მუსიკოსთა ფესტივალი დაამთავრდა დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სოხუმის სასწავლებლის მოსწავლეთა მიერ. საკმაოდ მაღალ დონეზე და მიხარია, რომ ისევ და ისევ გრძელდება ის შემართება, რომელსაც მე ვიცნობ უკვე არაერთი წელიწადია. მე გახლავართ ამ სოხუმის სასწავლებლის პედაგოგი და კონცერტმეისტერი, ჩამოსული ვარ უნგრეთიდან, უკვე ერთი წელი მუშაობ ამ მშვენიერ სასწავლებელში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ჩვენი ბავშვებისთვის, მაგათი წინსვლისთვის და მრავალფეროვნებისთვის. მე პირადად დავუკარი ჩაიკოვსკის სენტიმენტალური ვალსი. ცოტა რა თქმა უნდა მინერვული, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი კონცერტით და დადებითი ემოციები დაბრუნდები სახლში. სამკვირველზე გამოტანილი მაქვს რამდენიმე ნახატი, რომელიც ეძღვნება აფხაზეთს და ასევე წავიკითხავ ჩანახატს, რომელიც ეძღვნება სიყვარულს და მე ვფიქრობ, რომ დღეს არის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ჩემი მთავარი მიზანიც არის ეს დღეს აქ.